4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის ნაწილი მერობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციებს ამ დრომდე განაგრძობს. ლელოსა და გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები კანდიდატის დასახელებას უახლოეს პერიოდში აანონსებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ორი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი კონსულტაციებს ბერლინში პირადად გიორგი გახარიასთან მართავს. ის ოპოზიციური პარტიები კი, ვინც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, პროცესს ფარს უწოდებენ და ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას გადაწყვეტენ არჩევნებში მონაწილე პარტიები. მართველი გუნდის აზრით კი არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ კანდიდატზე შეჯერდება ოპოზიცია, რადგან ისინი მოსახლეობის ინტერესებს არ ატარებენ. გიორგი გახარია ძალიან ბევრი ადამიანს ხვდება როგორც ევროინტეგრაციის საკითხებში, ასეც წინასაარჩევნო კამპანიასთან მიმართებაში და აქ ამას ყველაფერს ჩვენგან გავიგებთ პირველ რიგში, მაგრამ გიხარია რომ სუსი ესე გამალებით მუშაობს კიდე ამ ყველაფერთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა რომ წარვადგინოთ მერობის კანდიდატები, მიმდინარეობს შესაბამისი კონსულტაციები და როდესაც მზად ვიქნებით საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ ჩვენი კანდიდატების ვინაობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში ხალხმა დაინახოს, რომ არსებობს რეალური ალტერნატივა კორუმპირებული ხალხის ძარცველი რეჟიმის წარმომადგენლებისა. მათ აქვთ გადაადგილების თავისუფლება, პოლიტიკის წარმოების თავისუფლება. მე მიმაჩნია, რომ ისინი არიან ცდარ ყალბ პროცესში შესულები, ნებსით თუ ვნებლიეთ. არ ვიცი, შედეგებს, რასაც მიიღებენ, ისინი ნახავენ 4 ოქტომბერს, ასაც ბიძინა ივანიშვილი გამოუცხადებს. ეს არის ფარსი, სპეცოპერაცია, არ მონაწილეობთ ამაში, შესაბამისად არჩევნებში მონაწილე პარტიები რას აკეთებენ, ჩვენთვის არ არის საინტერესო, უმეტეს არანაირი გავლენა არ აქვს ჩვენ პოლიტიკურ დღესასწაულზე. თუ რამე შეგვიძლია მათ ურჩიოთ, ეს არის ის, რომ თავის ლიდერთან ერთად დაბრუნდნენ საქართველოში და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის რაღაც პოლიტიკური იწილო-ბიწილო. პარტიებზე შეთანხმება იმ დროს, როდესაც შეიძლება ერთ-ერთი კანდიდატი ვერ შეიყვანონ საკრებულოებში, ღიმილის მომგვრელია მხოლოდ და მხოლოდ. ჩვენ კიდევ ერთხელ ნაკლებად გვაინტერესებს ის თუ რას აკეთებს ოპოზიცია, იმიტომ რომ ნათელია ოპოზიცია არ არის მოსახლეობასთან წარმოდგენილი, მოსახლეობისთვის არ ზრუნავს. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც საბოტაჟის რეჟიმში არჩევნებშია ჩართული, არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. თუ რაიმე გაუგებრობა აქვს ერთმანეთთან, დაპირისპირება, მხოლოდ ერთი თემაა. ესენი ამბობენ, რომ არჩევნების გზით უფრო ადვილად ვიბრძოლებთ იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ქვია სახელმწიფოში დესტაბილიზაციის პროცესის განვითარება და ხელისუფლების შეცვლა. სხვანი ფიქრობენ, რომ საბოტაჟის გზით ეს უფრო მისაღწევია. დღეს ვინც არჩევნებშია ჩართული, იმათ საყოდურს ეუნებიან, რომ ოდნავ მაინც მიუახლოვდნენ საკონსტიტუციო გარკვეულ წყობილებას. ეხლა ესენი ერთმანეთში მსჯელობენ, რომ კანდიდატი ყავდეთ ერთნაირი, კანდიდატები ყავდნენ შეთანხმებული და ამაში განსაკვირი არაფერი არ არის.